ეხლა მივდივართ მე და მიშა პიტსტოპში უნდა მივიდეთ და ავარჩიოთ რამდენიმე ჩაფხუტი და განახებთ რა ჩაფხუტებს ავარჩიოთ და მე რაში გამოვიყენებთ მაგ ჩაფხუტებს. არ გიგონოთ რომ ჩვენთვის გვინდოდეს ეგ ჩაფხუტები. კაროჩე თან ხო ვამბობ ბიჭო, აი მენა პიტსტოპში კაროჩე რამე იდეას რო შესთავაზებ, ეგრევე მოყვებიან იმენა მაგიტომ მევასება რა. ეგ ხალხი მოვედით ფაქტიურად. წამო ეხლა ავარჩიოთ რამდენიმე ჩაფხუტი და ნახოთ რა გამოგვადგება და რაში გამოგვადგება თან. აი მოდი ნახოთ აბა მე რავი ეს მომწონს ძალიან ბიჭო თან ფერების მოჩიც ძალიან კარბონისა ეს კარბონია ძვირია ხო ამის ღირებულება არის 1950 ლარი არის პორტუგალიური ბრენდი Nexi თან სუომია ხო საკაიფოა ნახე რა შეფიშიში ხოდა კაი ბიჭო ხადაო ცოტა ჩამოვარდა სრიალი ვატყდა შეჭირდა მოკლედ ეს Nexi უკვე ავიღეთ XR3 რახან გაიარა უკვე crash test-ი აჰა ოი კაი კიდევ ვფიქრობ ეხლა რამდენიმე ჩაფხუტი ავიღო რომელიც ძალიან ისე იქნება ეს ძალიან ისე აი ბევრისთვის საოცნებო Suomi ნამდვილი კარბონი carbon fiber რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დაამშვენებდა და ვაიმე ჩემი დამივარდა პიზდეც. კიდე ასევე აგერ adventure-ისთვის განკუთვნილი Acer-ბისი, რომელიც ძალიან ეფექტური არის. ვაიმე ჩემი დამივარდა ესეც. კიდე რომელი შეიძლება ეს ფერი ძალიან მომწონს. ბევრი ჩაფხუტი მქონია ესეთი და ძალიან ეფექტური არის და ვაიმე ესეც დავარდა ვაიმე. კიდე რა მინდა ესეთი ჩაფხუტები მე მგონი გვაქვს ისეთი რა ქვია ცოტა დაბალი ხარისხის რომელსაც გავტესტავ და ესეთი არ გვაქვს სხვათა შორის აი აგერავი აი ოპა ეგეც არის კაი კიდე გვინდა რამდენი ჩაფხუტი გვაქვს 5 ცალი ჩაფხუტი გვაქვს რომელიც უნდა გავანადგუროთ წავედით აბა მაიცა წავედით წავედით წადით ეხა წადით ბავშვებო გადით წავედით მიერტყმება ვაუ კაროჩე მოკლედ წავედით ეხლა აი ეს ძალიან ხარია, ძალიან ცივა გარეთ. მოკლედ პიტსტოპიდან გამოვიტანეთ დაახლოებით 6000 ლარის ჩაფხუტები, რომლებიც დღეს არა, ხვალ უნდა გავანადგუროთ მოკლედ რა. და შევადარებთ იმ დაბალ ბიუჯეტურიან ჩაფხუტებს, რომლებსაც საქართველოში ხმარობენ, რომლებიც შემოაქვთ ვიღაცებს და ან რო არ ვეთანხმებით აი გამბავია მოკლედ და წავედით ეხა მანქანისკენ. არც ერთი რო არ გადმოიყარა ბიჭოთან. წავედით, კაი, შევყაროთ ისევ. აგე, შიგნით დევს ყველაში ჩაფხუტი. ვინმე რამე არის ეჭოსტო. ოპა, აგერა. სალამი, ჩემო მოტომეგობრებო, მოკლედ შევიკრიბეთ ძალიან მაგარი ამბისთვის. უპრეცედენტო ამბავი იქნება დღეს, მოკლედ რასაც გავაკეთებთ. უპრეცედენტო იქიდან გამომდინარე, რა მოდელებით ჩვენ გვაქვს და რასაც ვაპირებთ. მსგავსი ვიდეო უკვე სერგის და შუკას აქვს გადაღებული და რესპექტ ჩემგან ძალიან კარგი იყო. პირველი ტესტი გამოვიდა მათი. ჩვენ ამ შემთხვევაში გადავიღებთ დაახლოებით იგივე ვიდეო იქნება სცენარით დაახლოებით, თუმცა აი ეს არის ჩვენი ნადავლი მოკლედ დღევანდელი. აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ დღეს გვექნება რამდენიმე მოკლედ ორ კლასად დავყოფთ ჩაფხუტებს, იქნება full face-ების ერთი კლასი და მეორე კლასი, იმისთვის რომ ყველა ერთდროულად არ გავანადგუროთ, აგიხსნით დაახლოებით პრინციპს ცოტა ხანში რა როგორ იქნება. გვაქვს სულ ახალი ჩაფხუტები, ოღონდ ხაზგასასმელი არის რომ სულ ახალი და არა მეორადიან ცოტათი ნახმარიან ასე შემდეგ ზედა ყუთებზე რომლებიც ყველა არის აბსოლუტურად სულ ახალ მდგომარეობაში, რომელიც გადმოგვცა პიტსტოპ მოტომ ამ ტესტისთვის კონკრეტულად. ეს ჩაფხუტები განადგურდება, ვიცი რომ ძალიან ბევრს დაწყდება გული და ალბათ სავარაუდოდ იტყვიან რომ ბლა 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 ვიღაცისთვის მიგეცად გეჩვქებინათ ასე შემდეგ. თუმცა აქვე ვახსენებ რომ ზედმეტი ეჭვები რომ არ იყოს, რომ ეს არის ის ჩაფხუტები, რომლებიც ქარხნული წუნის გამო იყო დაბრაკული. ოღონდ წუნი იყო, აი რავი, ნახაზი ქონდა, ან შუშაზე ქონდა რაღაცა გაკაწრული, ან თვითონ ჩაფხუტზე, ანუ არაფერი სერიოზული წუნი არ იყო, თუმცა ქარხნიდან დაბრაკეს და შესაბამისად არ შეიძლებოდა მათი გამოყენება.
იქნება განადგურების ვიდეო აუცილებლად უნდა გადაგზავნილიყო, მოკლედ ქარხანაში ეს ჩაფხუტები ნამდვილად განადგურებულია. ამიტომაც გამოვიყენეთ ახლა აი ამ ტესტისთვის, მოკლედ აი ამ ჩაფხუტებს. უნდა ვახსენო ისიც, რომ ქვევით რაც დევს ჩაფხუტები, მოგწეს რამდენიმე ჩვენმა გამომწერმა და ჩვენმა მეგობარმა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. არ დაენანათ რომ მათი ჩაფხუტები გაგვენადგურებინა და მოკლედ შეგვიძლია ფაქტიურად ტესტი დავიწყოთ და აგიხსნით დაახლოებით რას ვაპირებთ დღეს. ესე იგი, გვაქვს full face-ები და half face-ები, როგორც ევროპული წარმოების ჩაფხუტები, ასევე ჩინური ბრენდის წარმოების ჩაფხუტები და შესაბამისად გვინდა ზუსტად მათი შედარება. ტესტის აზრი ის არის, რომ უბრალოდ მივხვდეთ რა სხვაობა არის ბრენდირებულ და ხარისხიან ჩაფხუტსა და არაბრენდირებულ და ნუ აი ამ ჩაფხუტებს შორის, რომელსაც წესით არავინ არ უნდა ხმარობდეს კი არა, წესით საქართველოში არც უნდა შემოდიოდეს, მაგრამ რაღაცა ბევრი მიზეზის გამო ზოგს შემოაქვს გასაყიდად ეს ჩაფხუტები და ძალიან არ ვეთანხმებით ამ ამბავს, იმიტომ რომ ამაზე არის დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად მინდა რომ ცნობიერება ცოტა კიდევ უფრო მეტად ავამაღლოთ საქართველოში. ზოგადად მოტომოყვარულებმა კარგად იციან რაში გამოიყენება ჩაფხუტები, რა მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის რომ კომფორტს აკმაყოფილებდეს, აეროდინამიკას აკმაყოფილებდეს, ხმის ვიბროიზოლაციას აკმაყოფილებდეს და ასე შემდეგ. გარკვეულმა ნაწილმა მოტომოყვარულების იცის ეს ყველაფერი, თუმცა ყოველწლიურად ბევრად მეტი ადამიანი ჯდება ორბორბალზე, რაც ძალიან კარგი სტატისტიკა არის და აი ერთ-ერთი ეს ჩვენი ცუგუ არის, რომელიც ცოტა ხანში დაიფარებს ჩაფხუტს და გაიტესტება ესეც, მაგრამ არ ვიზავთ რა თქმა უნდა მაგას. ეს ჩაფხუტები არის მოკლედ რაც დღეს უნდა გავანადგუროთ. ეხლა რაც შეეხება განადგურების აზრს და იდეას, როგორი იქნება. ეს გოგრები არის, რომელსაც ნახავთ თუ გაგვიძლეო რამდენიმე ტესტზე, შემდეგ ამ გოგრებს ჩავდებთ უკვე ჩაფხუტში და ნახავთ გოგრის ტესტსაც, რამდენად გაუძლებს. თითქოს თავის იმიტაცია არის ამითი ერთგვარი. ასევე გვაქვს ჰაერის იარაღი, რომელსაც ასევე ვესვრით და ნახავთ რას გაუძლებს ეს ჩაფხუტები კონკრეტულად. გვაქვს ასევე ეს ზუმფარა, ელექტროზუმფარა, რომელსაც ნახავთ, ამითი გავტესტავთ უკვე ფენებს, სხვადასხვა ფენებს. დაახლოებით იმიტაცია იქნება ხახუნის, ასფალტზე ხახუნის, ამითი. ასევე გვაქვს ბარგალკას კუთხსახეხი ქვია ქართულად, ამიტომაც მოდი რა ბარგალკა იყოს რა. ამიტომაც ბარგალკით ბოლოს უკვე ამ ჩაფხუტებს გავიჭრით, რომ ნახოთ შრეები, რა შრეებისგან შედგება თითოეული ჩაფხუტი და შესაბამისად შიდა მხარეებით შევადაროთ ერთმანეთს. და პირველი ტესტი გვექნება ეს რეზინი, რომელიც არ გეგონოთ რომ ისეთი არის, საკმაოდ მძლავრი არის და ერთი ჩაფხუტი უკვე შეეწირა ამ რეზინის ტესტს და დაჟე მგონია რომ ბრენდირებული ჩაფხუტებიც კი ვერ გაუძლებენ, იმდენად მყარი რეზინი არის და იმდენად დიდ დარტყმას აძლევს ეს რეზინი ჩაფხუტს. და კიდე ერთ-ერთი ტესტი იქნება, მანქანები მოვლენ ცოტა ხანში და გადავიღებთ უკვე მანქანების გადავლას აი ამ ჩაფხუტებზეც. მოკლედ, კარგი თავგადასავალი გველოდება დღეს და ფაქტიურად მზად ვართ იმისთვის, რომ დავიწყოთ. მიშა მზად არის, ბატონი მისტერ ფიზიკა არის ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ. მოდი ჩვენთან. მოკლედ, მზად ხარ ტესტებისთვის? შენი აზრით? Always ready. ოკეი, ძალიან კარგი. შენი აზრით რა იმედები გაქვს, აბა რა იქნება დღეს? რავი, საბაზისო თუ ძალიან ძლიერ დარტყმებს არ მივაყენებთ, მგონია რომ მივაყენებთ. შედარებით ბიუჯეტური ჩაფხუტებით კარგად გავუმკლავდებით. ჩვენა ტესტი ჩავატარეთ. ხო. მოლოდინი არ ქონდა, რომ შედარებით ბიუჯეტური სეგმენტის ჩაფხუტებმაც ნორმალურად იმუშავეს. ანუ ის ტესტი, რასაც წარმოებული ვიტარებს, იგივე ისი დოტი საბაზისო ტესტები, რაც არის, ჰაერიდან არ არის აღებული, ანუ რეალური მინიმალურ მოთხოვნებს ყველა ჩაფხუტი, რომელიც ბრენდია და ოფიციალურ მართლა დოტი ან სერტიფიკატი მართლა აქვს მიღებული ისი რა გინდა. მოკლედ ჩვენ რა ტესტები ჩავატარეთ, მოლოდინებს ცოტა გადააჭარბა ბიუჯეტურმა ჩაფხუტებმა. ბიუჯეტურში არ გულისხმობ მალე ელოდებოდით რომ გასკდებოდა. კი, უფრო მარტივად გვეგონა რომ გასკდებოდა. ბიუჯეტურში არ გულისხმობ ჩინურს და რაღაც 50 ლარიან ჩაფხუტებს. ანუ ბიუჯეტურში ბრენდირებულ ჩაფხუტები 250-300 ლარის ფარგლებიდან რო იწყება. მაგათმა საკმაოდ კარგად იმუშავა, ანუ ის ტესტები დოტი ისი, ანუ რასაც უტარებენ ტესტ ბიუროები თუ ორგანიზაციები, ჰაერიდან არ არის აღებული მინიმალურ მოთხოვნებს ყველა ამყარებს და ძვირად ღირებული ჩაფხუტები უფრო მაღალ მოთხოვნებზეა გათვლილი რა, ანუ რასაც უფრო მე მახსოვს მარაგი გაქვს მეტი სიმტკიცის და უსაფრთხოების რა, ანუ
იხდი ბევრს და უფრო მეტად ხარ აი მშვიდად რა. მაქსიმუმიერების ამაღლება გვინდა ზუსტად ჩვენ რომ ამ ვიდეოთი ცოტა მეტმა ხალხმა ნახოს ის მომენტი რომ მართლა ღირს მეტად დახარჯოთ თანხა იმაში რომ საკუთარი თავი დაიცვა რა. მე მახსოვს რომელი დრო იცი საკუთარ შორის საქართველოში როცა რამდენიმე მაღაზია იყო აღარ ვიტყვი ხა რა მაღაზიები იყო კონკრეტულადაც მახსოვს რომელი მაღაზიები იყო რომლებიც 40 ლარად კიდენ სულ ახალ ჩაფხუტებს. ანუ ხვდები რა დონის ხარისხზე იყო ლაპარაკი და დაცვაზე და დღესდღეობით ხა რა თქმა უნდა 40 ლარი იმედი მაქვს რომ მსგავსი არაფერი იყიდება საქართველოში ახლები მაგრამ ახლები მაინც არის საქართველოში ისეთები რომლებიც ну აი ძალიან დაბალ ბიუჯეტურიანი არის და კი რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი რომ არის ეგ კარგი არის მაგრამ ну აი საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა საკუთარი ჯანმრთელობის ნდობა 100 ლარიან და 150 ლარიან ჩაფხუზე მე მგონი არ ღირს და ნახოთ ხა რამდენად გამოჩნდება რომ მართლები ვართ თუ არ ვართ მართლები რა ну ამ ჩაფხუტებზე კიდევ ერთხელ ვახსენებ რომ პისტოპოტომ გადმოგცა დაახლოებით 6000 ლარის ჩაფხუტები რომლებიც უნდა გავანადგუროთ და ეს იქნება მართლა უპრეცედენტო ტესტი მე თვითონაც ძალიან ბევრ რაღაცას გავიგებ და ვისწავლი აქედან და შესაბამისად გონია რომ ხალხიც კარგი გამოხმაურებით იქნება ამ ვიდეოს ქვეშ იმიტომ რომ მართლა სასარგებლო ვიდეო უნდა გამოვიდეს წესით და მიხვდნენ სხვაობას რა არის სხვაობა ბიუჯეტურ და არაბიუჯეტურ ჩაფხუტს შორის რა კურიერისთვის რო გეჩუქებინეთ არ ჯობია. იყო ეგ ამბები და სხვათა შორის არის ეგ აზრი, როცა შემდეგ ერთ-ერთი ვიდეო იქნება, დავასპოილერებ და ვიტყვი რომ ერთ-ერთი ვიდეო იქნება, რამდენიმე ჩაფხუტს, ესე უბრალოდ რენდომ ხალხს კურიერებს უბრალოდ ქუჩაში გავაჩერებთ და ვაჩუქებთ რამდენიმე ბრენდირებულ ჩაფხუტს, არა ისეთ ჩაფხუტებს, რომლებიც ანუ crash test-ის შემდეგ რაც რაც დარჩება მაგას არა ახალ ჩაფხუტებს, კარგ ბრენდირებულ ხარისხიან ჩაფხუტებს. მოდი. ხო, მოკლედ რავი, მე მზად ვარ იდეაში რომ დავიწყო. შენ როგორ რა თქმა უნდა მუდამ მზად ვარ always ready to პირველი მოდი გავიღოთ half face ჩაფხუტები შევადაროთ, მაგრამ ესენი რა დიდი ალბათობით ეგრევე დაიმსხურევა სავარაუდოდ, მაგრამ ცადოთ რა. გავიღოთ მოდი პირველი ტესტი აგერ არის. რამე ისეთი არ გეგონოთ, ორიგინალი GK-ის ჩაფხუტი არის, სხვათა შორის რა. აი ესე. უსაფრთხოებისთვის სათვალე აუცილებელი არის ეს დამცავი სათვალე არის სპეციალური, რომელიც უძლებს ძალიან ძლიერ დარტყმებს და მოკლედ რეზინის ტესტი პირველი, რომელიც იქნება მე მგონი საკმაოდ მომაკვდინებელი ჩაფხუტებისთვის. გვაქვს ზოლი, იმედია ამ ზოლამდე გამოიწელება, იმიტომ რომ მართლა ძალიან მყარი რეზინა არის. ეს იქნება ზოლი, რომლიდანაც დავიწყებთ ყველა ჩაფხუტის გატესტვას, რომ რაღაცა ის მომენტი არ იყოს, რომ ზოგი ჩაფხუტი ვინმეს არ ეგონოს, რომ ან უფრო ნაკლები მანძილიდან შეეხეთქება, ან უფრო მეტიდან. მოკლედ აი ამ ზოლზე დავდგები ყველა ჩაფხუტის ტესტის დროს და შეგვიძლია იდეაში დავიწყოთ. 1 2 7 ბიჭო ამას შეხედე ბიჭო ამას შეხედე ანუ აი ეს მას პლასმასია ჩვეულებრივი პლასმასი არანაირი მინაბოჭკოვანი და კარბონი და არაფერი ჩვეულებრივი პლასმასი არის თეთრი ABS-ი რასაც ქვია თეთრი პლასმასი რა დღეში არის ჩაფხუტი ეს და ეს კაი თავად არის ახლა ბრენდირებული ჩაფხუტი როგორ გავძლებს ამას და იგივე არ დაემართოს რა შუк ეხლა გვაქვს ბელი არის, ეს ნამდვილი ორიგინალი ბელი არის და ნახოთ ზუსტად იგივე მანძილიდან, ზუსტად იგივე რეზინით, რამდენად გაუძლებს ახლა ბელი იგივე დარტყმას. სულ ახალი იყო და ეს უკვე რამდენჯერმე ვახოხიალეთ და შესაბამისად აქვს აი ეს რაღაც ნაკაწრები. მაგრამ მგონია რომ ნუ იმასთან შედარებით ბევრად მეტად გაქაჩავს ეს ჩაფხუტი. შენ რას ვფიქრობ? ბიჭო, ქართულ ჯიგრულ პონჩე სანამ დაამტრევს, ოფერი რო გაგიკეთოთ ეს. აბა რამდენი გააჩნია? რამდენი? 20. არა. 50? არა, ვერა. აბა არ მიიღეს. ეგეც უფრო მეც დავაზობენ, ეგეც წავალე ხდა. აი თუ არ მიიღეს მე. 1 2 7. ოპა. ქვემოთ წავიდა. გადაო, ქვევით წავიდა, აი, ნახე რა მოვიდა. მაგრამ დაჟე მეორე დარტყმასაც გაუძლებს. არა, არ იმაშვება, იმენა არ მიდის იმენა იქამდე. აბა, რა მოგვივიდა? ნახე ბიჭო, აი ეს არის, რა იმენა, აი ამას შეხედე პროსტა. იმენა არ ტყდება ცოცხალი თავით ბიჭო. აი რაღაცეები დაუზიანდა. ამას შეხედე, კაი, ნუ რავი, აზრი არა, იმენა არ ტყდება ცოცხალი თავით. მაგრამ ნუ ძალიან კაი გამოვიდა ის, რომ ეგრევე თვალნათლივ ჩანს რეალურად ხარისხის სხვაობა. ის და ეს არის ერთი და იგივე ტესტის შედეგად დაზიანებული ჩაფხუტები. კაი, სამჯერ ერთი და იგივე დარტყმისას მოვიდა აი ეს და აი ეს ნაკაწრი. და ეს არის ორიგინალი ჯემხუნშენ ჩინი
ერთ და იგივე ტესტისას აბსოლუტურად რა. ბელი და ჯემხუნშენი. კაი, წავედით მოკლედ. ეხა გვინდა ამას გატესტოს აზრი აღარ აქვს ხალხ რა, ეხა სხვაგან გამოვიყედოთ. არ ტყდება იმენა ცოცხალი თავით. კაი, იგივე მანძილზე დავდექი. ეხა უკვე დავიწყოთ full face-ების ტესტი. გვაქვს ორიგინალი სვანი, თუ სვენი, რა ვთქვა. ჩინური სვანი. ორიგინალი, ხო, ჩინური სვანი. 2-7. ამას შეხედე ბიჭო რა მოვიდა. ნახე. არაფერი განსხვავებული იგივე მოვიდა რაც ამის მოძი. წინამორბედს ბიძაშულს. ზუსტად იგივე თემატიკით არის აწყობილი, რა. ამაზე მოდი ორი სიტყვით ამაზეც ვიტყვი რა. შიქთავსი, ანუ ეს კაფი არის ზუსტად იგივე მასალა, რაც ჩვეულებრივ ევროპულ ბრენდებში გამოიყენება, უბრალოდ იმ სხვაობით, რომ ამ შემთხვევაში გაცლებით ნაკლები დაპრესილი კუბიკი გვაქვს და შესაბამისად, ნუ სიმტკიცე აქვს უფრო ნაკლები, თორემ მასალა იგივე არის აბსოლუტურად, რასაც იყენებენ ჩინელები, იგივეს იყენებენ ევროპელები და ამერიკელებიც. უბრალოდ იმ შემთხვევაში გვაქვს მაგალითად 1 სანტიმეტრში გაცლებით უფრო მეტი კუბიკი არის დაპრესილი, ვიდრე ჩინურ შემთხვევაში და შესაბამისად ამიტომაც არის აი ამ მდგომარეობაში მიყვანილი. შედარებით უფრო თანაბარი იყოს ამათ შორის კონკურენცია, ავიღეთ MT Helmet-ი, ანუ შედარებით ბიუჯეტური არის ეს ბრენდი, თუმცა რა თქმა უნდა არის ხარისხით იმაზე გაცლებით უკეთესი, ვიდრე წეგან ორიგინალი სვანი რო დავლეწეთ რა. ნახოთ ეხლა რამდენად გაუძლებს MT Helmet-ი იგივე დარტყმას ზუსტად. ამაში 100 ლარს გადავიხდით. ბიჭო, მე მგონი, კარგი, აღარ გვაქვს MT Helmet-ი და ამისად გვაქვს ყაჭაყა. 2-7. კაი. ოპა, ნახე. დეფორმირდა, იმიტომ რომ ეს არის პოლიკარბონატი, პლასტიკი. ხო. ეს რო просто ანუ რამხელა დარტყმა აქ შეხედე და ის როგორ დაიმსხვრა და ამას შეხედე რე ბიჭო. 7. ოპა. ოპა. აი ეს ნახე, რაც მაინტერესებდა. წინიდან მოხდა ამ შემთხვევაში, თუმცა რავი, მე მგონი სხვაობას თქვენ თვითონ ხედავთ. აი ეს ორი ჩაფხუტი არის ერთ და იგივე ტესტის შედეგად დაზიანებული. კაი, მოკლედ ეს დაზიანდა, ამიტომ ამის აქ გატესტვას უკვე აზრი აღარ აქვს, თუმცა ამ ჩაფხუტს გამოვიყენებთ შემდეგ ტესტში. მოდი, ამ შემთხვევაში ახლა გვაქვს ორი ცალი ჩაფხუტი, გვაქვს მარჯვენა მხარეს ორიგინალი Acer BC, სულ ახალი, რომელიც პიტსტოპმა გადმოგვცა გასატესტად. სულ ახალი აბსოლუტურად, რავი, ის ზედა აქვს სტიკერი, ვინმე ეჭვი რო არ შეგეპაროთ და გვაქვს ორიგინალი OGK, ნამდვილი OGK არის და შევადაროთ ეს ორი ბრენდი ერთმანეთს. ой, დაგუქილია კამერა. 1, 2, 3. საწავიდა. არ წაიქცე. რა ჭირს აბა? ბიჭო, კარგად გაზლო სხვათა შორის. OGK-ც არ ყოფილა ხელწამოსარტყავი ბრენდი. სხვათა შორის არ არის, ეს არის British Motorcycle Sport. ანუ ერთ-ერთი კარგი ის არის. გადის როგორც ჩანს. ტესტები აშკარად გავლილი აქვს. არ ველოდებ, მე გონა რომ გადაიხსნებოდა როგორც ისინი შუაზე რა. არა, ბრიტანულ ბაზარზე რო იყიდება უკვე ეგ რაღაცას ნიშნავს. ძალიან კარგი. Acer BC გვაქვს ახლა ამ შემთხვევაში ECE 2205-ის ტესტით და ნახოთ ახლა რამდენად გაუძლებს ეს. 1, 2, 7. ჰო, ჩემი. ოპა, გადაიხსნა. აი აქ, ნახე. წინ, ნუ ეს ზოგადად რაც არის adventure-ების ნიკაპი ყოველთვის ყველაზე უფრო სუსტი ადგილი აქვს adventure-ების შემთხვევაში, იმიტომ რომ ნუ აქ აქვს ყველაზე ნაკლები სივრცე დასატოვებელი, უბრალოდ full face-თან შედარებით აქვს უფრო ნაკლები დაცვა ნიკაპზე და ეჭვს ამეპარებოდა რომ ნიკაპში გადაიხსნებოდა რა. მაგრამ დანარჩენი დეტალები არაფერი არ ჭირს დანარჩენს. даже კეპმაც გაუძლო, просто ნუ ამით არ შეხეთქებულა და მაგიტო რა. აქ ბარგალკი ჩამოჭრდა, full face-ი ჩაფხუტი. შეულებრივი რა, იდეალური არის. დუბლი 2. ხო, მოკლედ მეორე ტესტები მოუწია. ეხლა ამ ჩაფხუტებს გვაქვს adventure-ის Acer BC და full face-ი OGK. 2-7. ბიჭო, არ ხდება ცოცხალი თავით. ვა, საღოლ, ნახე, დაიხეხა დედაეტირა, მაგრამ არ გატყდა მაინც. კარგი, OGK შეგიძლია შეიძლება და ახლა ხალხი აუქციონებზე ჩაუჯდება eBay-ზე, მაგარი OGK გავაძრეს მა. აგერ არის მოკლედ ამ ჩაფხუტის კაფები, რომელიც წეგან ამოვარდა და შესაბამისად შიქთავსი შეკროლი არ არის და სიმყარე ისეთ ვეღარ ექნება, რა თქმა უნდა რა. ხო, ანუ ყბის ადგილზე თუ მოხდა ისევ ეს უწევრი გატყდება. ჩვენ ახლა უნდა ვეცადოთ რომ დაუმიზნოთ ზედა მხარეს, რომ ზედა კაფი ადგილზეა.
ტესტისთვის რა. ეს ახლა ისე იტესტება როგორც open face ჩათვალი, იმიტომ რომ აქ უკვე არაფერი არ არის. წინა მხარეს აღარ აქვს სიმყარე საერთოდ რა. 1 2 7. ჰა. არა, ნუ ამანაც ძალიან გაძლო რა. იგივე ადგილას აქვს, აი ეს გადაიხსნა. ნუ ყვაზე ეჭვს არ მეპარებოდა რომ ეგ მოუვიდო და მაგრამ აქ დანარჩენს ხო, აი დაიჯახა. და გადარჩა. კი. აქ არის ძირითადი დარტყმა მიიღო ამაზე. კი ბატონო. და მაინც და შიგნი კაფიც მთელი, არაფერი არ ჭირს. ხო. აი შიგთავსი აჩვენე რა, იმის კაფის რომ მართლა არაფერი ჭირს. ახალი ვით არის რა. მართლა ახალი ვით რა ახალია. ხო, გადადებდა всё ეგ არის რა. კაი, ნუ ეს ჩაფხუტები ფაქტია. ვერ დავამარცხეთ ამ ტესტით, ამიტომ წავედით. ახლა გადავიდოდოთ მეორე ტესტზე. დანარჩენი ჩაფხუტები უკვე სხვა ტესტში გამოვიყენოთ, მე მგონი ჯობია. მოკლედ, ამ შემთხვევაში გვაქვს ზიგზაუერის ტესტი. ეს არის გაზის სიარაღი, რომელიც დატენილი არის აი ესეთი ლითონის ტყუიებით, რომელიც წესით უნდა მოერიოს ჩაფხუტს. ნახოთ, ერთაგივე მანძილიდან ვესვრი ჩინურ ჩაფხუტსაც და რაიმე ორიგინალ ჩაფხუტს ავარჩევ რომელიმეს და ნახოთ რა შედეგი ექნება მოკლედ რა. აი რამდენიმე ტყუამ, აი ერთ ადგილას გახვრიტა კონკრეტულად რა. და ეხლა ნახოთ რა მოუვიდა, აბა. მოკლედ ეს მოგძვრა, გატყდა და აი ამ ადგილას არის გატეხილი გავიდა უკვე ფაქტიურად შიდა ფენამდე მივიდა ტყვია. კაი, ნახოთ ეხლა ეს შევადაროთ უკვე Acer-ის და ნახოთ რა შედეგი ექნება. იგივე მანძილზე ვდგავარ, აბსოლუტურად იგივე იარაღი არის და იგივე ტყვია არის. მგონია რომ ამას ვერაფერს ვერ უძლებ. ნახოთ, აბა სამ-სამი აბოიმა დავაცალეთ და ნახოთ ეხლა შედეგები. ამ შემთხვევაში გვაქვს ნახე აი ეს ადგილები, რომელიც დაზიანდა. გოლფის ბურთის ეფექტი მივეცით. ხო. აი, აქ გვაქვს მხოლოდ ფაქტიურად ვიზუალური დეფექტები და ამ შემთხვევაში მივიღეთ ესეთი გახვრეტილი ადგილი და პლუს ნუ ესეც გატყდა რა. რა, მე მგონი სხვაობა აქაც გამოჩნდა. მოდი ნახოთ აბა რას გაუძლებს ვიზორი. სულ ახალი ვიზორი არის, აგერ ცელოფანი მოვაძრე თქვენს თვალწინ და ლევან, აბა ნახოთ რა მიზანი გაქვს, როგორ ცხოვრებისეული თუ არა, ამ შემთხვევაში იარაღის. აბა არაფერი არ მოსწონს. არაფერი იმენა აზრი არა აქვს, ხო? მოკლედ უფრო მძლავრი იარაღი, მაგიტო არ მოვიტანე, რომ იდეაში არ მინდოდა გაეხვრიტა ჩაფხუტი თავიდან ბოლომდე რა, მინდოდა რომ ცოტა ლაითი ყოფილიყო, რომ ორიგინალ ჩაფხუტს ხო გაეძლო და იმასაც ცოტა უფრო ნაკლები ზიანი მიყენებოდა რა ჩინურს. ფაქტია, რომ ნუ ამას ვერაფერს ვერ უშვება ეგ იარაღი, მაგრამ ნუ იმას დაადო სკვაზნოიდირკა ქართულად არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ეს არის რეალურად ასხლეტილი კენჭის იმიტაცია. ხო, ზუსტად აი ეგ მომენტი მინდოდა, რომ აი რაღაცა დაახლოებით კენჭი მოგხდა სპონტი. კაი, ეხლა მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავარტყათ ზევიდან რაღაცა. ესე იგი, ამ შემთხვევაში გვაქვს ერთ-ერთი ჩინური ბრენდის ჩაფხუტი და ძველი მოდელი არის Nexus XR2, პირველი გამოსული XR2 არის და ნახოთ რომელი გაუძლებს მოტოციკლის დარტყმას. ჩაფხუტი იდება ერთ და იგივე ადგილას და მოტოციკლი უნდა დავაგდოთ ამ ჩაფხუტზე და ნახოთ რა შედეგი ექნება. აბა. ოპა, შეხედე. ჩაღუნა, მაგრამ შიგთავსი, აი გასკდა კიდეც, მაგრამ შიგთავსი ოპა, აგე ზუსტად წვეტი მოხვდა და შესაბამისად გასკდა, აგე. აი ესე. ნახოთ, აბა შიგთავს რა მოუვიდა. კი, აი ნახე, გატეხილი არის. გახლეჩილია. ჩანს თუ აღიქმება. აი ამ ადგილას არის. ეს აღარ ვარგა, როგორც გარსი, ასევე შიგთავსი დაზიანდა. ეხლა ნახოთ, Nexi გვაქვს, ძველი მოდელი არის XR2. ნახოთ რა მოუვა ამას. ოპა. ჩემი კაი. დაიმსხვრა, შეგე მინაბოჭკოვანი არის, აგერ შიგთავსი გამოჩნდა. კი, შიდა გულიც გატყდა. კარგად ემჩნევა. აი, ეხლა გვაქვს ბელის half-face-ი. ნახოთ ეხლა ეს ტესტი, ეს ჩაფხუტი გაუძლებს თუ არა ამ ტესტს. ლევან, შენ რას ფიქრობ? შანსი არა აქვს. ანუ ესეთი ტესტი რეალურ ცხოვრებაში არც ერთ ჩაფხუტს არ მოუწევს და ჯვარისწერია. ანუ ესეთი ტესტი თვითონ DOT და ანუ ისი ტესტების ანუ ვიდეოებიც რომ ნახოთ, იქ ჩაფხუტი რომ ეცემა ძირს. მარდება მომრგვალებულ ესეთ ობიექტზე და ესეთი რო არ შეერჩოს ციბოები არა აქვს რა. ეხლა ეს რეალურად
რეალურ ცხოვრებისგან მოწყვეტილი ტესტია, ეს ახლა ჩვენ ზედმეტ hardcore ტესტს ვუტარებთ. ამას წესით ვერც ერთი ჩაფხუტი ვერ გაუძლებ, ჩემ ფსონი იქნება, რომ ესე დაზიანდება. ნექსიც კი გაგლიჯა, წარმოიდგინე. შესაბამისად მგონია, რომ ამასაც დიდი ამ ალბათობით ტესტს რამე ჩაფხუტ თუ გაუძლებს, მითხარით მე შევიძენ იმ ჩაფხუტს. ესე იგი ფსონი გვაქვს ესეთი, წესით აი ამ დარტყმას ვერც ერთი ჩაფხუტი ვერ გაუძლებს, მაგრამ თუ ეხა აი ბელი გაუძლებს ამ დარტყმას, შუკამ გითხრა, რომ 500 ლარად შევიძენო ეხავეო ამ ჩაფხუტსო რა. 200, კაი ჯანდაბა 200 ლარი იყოს. მოკლედ ნახოთ აბა, ან 200 ლარით მდიდრები ვიქნებით, ან ერთი ჩაფხუტით ღარიბები რა. ზადო ართ? ოპა! არა, იმენა აზრი არა. იმენა ვერც ერთი ვერ გაუძლებს. აი ამ დარტყმას მართლა ვერც ერთი ვერ გაუძლებს, როგორც გვეგონა მინა ბოჭკო არის ერთ-ერთი მყარი მასალა. შოეიმა მინა ბოჭკოს ჩაფხუტებს უშვებს 99%-ს. ბელია. ხო ან ზოგადად. ევროპა ძირითადად იაპონურ ბრენდები შოეი არაი არიან ამ მასალაზე ორიენტირებული მინა ბოჭკოზე და ერთ-ერთი მყარი მასალა ჩემი პირადი აზრით მინა ბოჭკო უფრო მყარი მასალაა ვიდრე კარბონი. ანუ უფრო მეტი დადებითი თვისებები აქვს მინა ბოჭკოს შლემს ვიდრე კარბონი. ბევრი შემადგენელი ნაწილისგან რახან არის შენაერთი? სხვა ანუ კარბონი ჩვენ გონია რომ ყველაზე ტოპია, ყველაზე მყარი, მაგრამ კარბონს რიგი მინუსები აქვს, რომელიც მინა ბოჭკოს არ აქვს. რაღაც მომენტებში მინა ბოჭკო უფრო მყარი არის ვიდრე კარბონი. ხო, ну კარბონის ძირითადი პლუსი მისი სიმსუბუქე და სიმყარე არის ერთიანობაში. ამას სიმსუბუქე არა. ხო, აი ეგ არის. ეგ არის მინუსი, შეიძლება ითქვას. კაი, მოკლედ რავი, ну ამ ტესტს ფაქტია ვერც ერთმა ჩაფხუტმა ვერ გაუძლო, მაგის მოლოდინიც ჰქონდა, თუმცა დაზიანებების მიხედვით შევაფასებდი, რომ ну ეს ყველაზე მეტად გაქაჩვადი არის. ამ ჩაფხუტმა მართლა მოლოდინს გადააჭარბა, მოკლედ ამ ჩაფხუტმა გაუძლო ყველაზე მეტად ყველანაირ ტესტს, თუმცა ამისი მინუსი ის არის, რომ ეს არის მხოლოდ თავის ზედა ნაწილის დაცვა და არანაირად გვერდები და წინა მხარე ყბის მიდამოები არანაირად არ არის დაცული. კაი, მოკლედ ეს ტესტით მორჩით უკვე ფაქტიურად, ეხლა გადავინაცვლოთ გვერდზე მოედანზე და დავიწყოთ მეოთხე თუ მესამე ტესტი, არ მახსოვს უკვე. წავედით. რაზვალიშია ცოტა წასული რა. ჩაფხუტმა ყველაფერს გაუძლო, რამი გატყდა, TRX-ი გავტეხეთ, მეგობარს ვაყიდინე ეს მოდელი და მეც მაინტერესებს რამდენად კარგი რჩევა გავეცი.